მაგრამ შუქრია იგივე ბრასთან თუ ცოტა შარებს ეცებ და რაღაცა გესენდით ჩვენ ქუთაისები ვართ გვეცახიან დასალევ მოგესალმებით მეგობრებო გამარჯობა. მოგილოცავთ ახალ 2026 წელს, კინაღა 27. ახალ 2026 წელს, ახალ წელს ადგილოცავთ, ბედობას უკვე ჩავდილი არის, 3 არის დღეს რიცხვი. ძალიან ცუდი რაღაცები დამებედა შოთაშორის. კაი, მაგი მე გევიაროთ. პირველ რიგში გისურვებთ ჯანმრთელობას. უფალი გფარავდეთ და დანარჩენი რავი რაც გულში გაქვთ და როგორც აგაქვთ ისე აღსრულებოდეთ ყველაფერი როგორც გულს გაუხარდება და თქვენც ასევე ბიჭებო კი მოგილოცეთ და კიდე მოგილოცავთ და გილოცავთ ახალწელს არის თავს ეს წელი ყოფილიყოს ყველაფერი ახალის და კარგი სპონტანით რაცაც და თქვენი ოჯახებისთვის მეც გილოცავთ სულ გამარჯვებით გელოთ და უფალი იყოს თქვენთან რა ეს ყველაფერი კაი რა როგორ ახლა პატივშემო გამარჯობა მე არ მარჯვე ხე როგორ ახლა დაჩი ანუ გაგიწევთ ძალიან კარგად კი სხვათაშორის კი პირველი სხვათაშორის ეევას კამანდას ხო არზე ხარ მოიცი მე რა მომწონდება და ისევე მოვიდეთ იასნიას მაგაცი მაგრამ მე რას ის კაიჩეის ქონა სახელი ქუთაისურის რო ის იმაზე ტესრაიბზე ტესრაიბ ქუთაისური პოდკასტი რო იქ ხო უი ხო ვინც არის იცით კაროჩე ეს კაცი იყო ჩვენი გუგა მადლობა გუგა რეივერი აგერ ჩავატევათან აგერ ამოვიდა აი ამოუნათ იქ ჯოესეს ისო ანუ მათ შეგერო რა სადაც გერო просто მე ასე სადაც მომეწონა და დავტოვე იასნია ესე არის ასე აი ხარისხი ვიდეო ფოტოშოპში ეს ახალი აღმოჩენა შეგათას მომავალ და ეს ახალი აღმოჩენა ბიჭებო სადელო მე მომწონს პირადად მე სათვალეები იმ რატოვსი ვარ მე გემ ნიშა მე ხოთი საკევს პერფორმანსი დიჯეინგი და ხო ე მართლა გეცანი ახლა ხას ვინ ახარ მოიცა მე ვარ ევანო და იმუშავ აქ შაროში მე ვარ გუგა და მაქვს ჩემი ბრენდი თუ ასე შეიძლება უწოდოთ ამას რეივ ერი რეივ ინგლისურად ერი ქართულად ანუ ხელა ის არის ახლა გადებული აზრი ბიჭო რა ამ თემაში ჩემი სამეგობრო წრე ვართ ჩართული რა ძირითადად და მე ამ რეივერს ვაყვა ის პიარი როგორ გაუწიო და ზოგადად ესეც ტანისამოს უნდა ჩაიცვას დიჯეებმა აქ თემაში წარმომადგენლებმა მეთქი მეც ხო არ გავხდე მაგი ნინა და რავი და საბოლოოდ გახდი შეიძლება ითქვას უკვე მე 5 ივენთია ჩავატარეთ საღო არა სოციალურ ქსელებში ვადე სხვათაშორის და მაგარი მიტყდება ბიჭო მე როცა შენ რომ მე ბილეთი გამომიგზავნე და მე რომ ჩამოვსულიყო არა ნახე საჩუქრად ხო მიგრევე რომ აი ივენთი მაქვს მე მგონი პირველი ივენთი იყო მე მგონი თუ მეორე ივენთი იყო ხო მაგრამ სამწუხაროდ ისეთი დრო დამთხვია რომ მე მეორე დღეს მიფრინავდი საბერძნეთში ჩი იყო და დაწყებისთანავე წავიდა სხვა რატო დაჩი აი მოდი ახლა შემაკითხვაზე გეგვეც პასუხი რატო წახვედი დაწყებისთანავე მე საკმაოდ საპატიო პასუხი მქონდა ამოდების მქონდა და დავიდა დაწყებისთანავე მეთქი ეს გნახა მაის მოგესალმა მოგილოცავ მაის კი დაწყებამდე 1 საათი ხო 1 საათი მომხნევებდი დაწყებამდე იყო ხო იქ რაღაც პატარა შეშა მაგრამ შენ რა მოულოს დავადების მქონდა და იმ შენ დავადების დღეზე მოიწია იმენცე აქ რომ მიგებასთან იმ დროს კი არ ქონდა თენდებოდა თან ეს გებოდა დილის 5 საათს იმას ლაინაპს რა თულია ძმაო დიჯეის ხოლე კი საკმაოდ თან ანუ ეხა დიჯეი ხო ზოგმა იცის რომ მარტო არა ნახე არა შეხედა ზოგი დიჯეი ხო არის რომ მარტო ხო ჩარდიჭობს ანუ ეს ქმნის დაჟე მუსიკას ბრატ მაგარ ნიჭერს მოკაცებს ხა დაუძო მე ხადა დავიწყეში მაგრამ ძელი თმები არა კაროჩეს ეგე შენ აყარ შეჭება ის ყველა შულასობის ეხა ყველა ცნობილებიდან ვისი ცნობ რა და დიჯეიში და თეკლა ახსენე გურდეზიანი მაგრამ ხო მაგრამ შენ სფეროში ვინა ყველა ცნობილი საქართველოში და შენ ვისაც ეს როგორ დავასახებ აი მიკეძუება იქნება აი ჩემი აი ზემ კიდია დაასახებ ცნობილი მე ვარ ცნობილი ჩემს გარდა შემოწრეთი დიჯეი იცის ხოლმე მე არა არც მე დიჯეი წეში არ ვიცი რა არავინ არ ყავს დიჯეი შენ გარდა როგორ და სანამ დიჯეი გახდებოდი რავი ვინ ვიყავი
ამიტომ ვარ. გუჩის ცხოვრებით მაცხოვრებელი, კაი ბიჭი, ძველი ბიჭი, გოგლიკოსი ხარ. ვაბარე სამედიცინოზე. ექიმია ეს ბიჭი. ბედოს ექიმი, ფსიქოლოგიურია. ფსიქოლოგიური ანუ ფსიქიატრი, ეხა მივაწექი მაგის. შენ ვარი, ხო? ტუები ასო, კი. ბერავ გიში. მინდა რომ არა ვიცი რა. არა, ბიჭო, ბიჭია. მოვისვენე, რანაირი დიზაინა შეგვიძლია გავაკეთოთ. კიდე იცი, აი, გინების გარდა ყველაფერს ტუადებს. შიბოზო. ეს მომავალ 27-ში, რა? 2027 წელს. ასე უცი მონტაჟი. რა თქმა უნდა, ეგ ხავს, რა, მოლოდენი კონდეს. მაგათ ამოუჭი აზო, ჩემი მანქანა წავს, ბევრს და მეორე მაგი ხლაპავს საჭიროებს. მანქანაზეც ვისაუბრა, სხვა. აუცილებლად, მაგასაც შევეხებით, რა. მანქანების ოჯახში შემოვედი, ნო, მაგასაც შევეხებით, ბოლო-ბოლო რო გადახედავ ჩემს დანარჩენ ვიდეოებს აქამდე რაცდებს, ანუ იქ რუსთავი, აგერ რუსთავის დრაგიო, არა, იგი მეზარება, კაცო, რუსთავის დრაგიო, იგიო. ეს დაივერი ხალისიანი ვიდეო აქვს. გურულოთი მომართო, როგორ გიცნობს აუდიტორია? გურულოს გადაღებული და შექმნილი და რა ვიცი, კაი მიმართულება გაქვს სხვადასხვა ცხოვრებაში, არჩევ. იმიტომ ეხლა ტრენდულია, აი. ბიჭო, თან მე რა მევასება, ტრენდულია და თან შემოსავლიანი სფეროა თუ გულით მივუდგე. ხო, მაგრამ შეხედე რა თემა არის, მაგ ხრივ არ წამიყვანია. რო რამე აქიდან შემოსავალი. მე გულის ხო, ანუ კამერასთან მუშაობა, აუდიტორიასთან მუშაობა, თან კაროჩე, ვინც არის ჩემით ვიღებ, ჩემით ვამონტაჟებ, არა, მე მაქვს, ჩემით ვამონტაჟებ, ჭრი ჩემით ვკედავ. ან ისეთ მუსიკებს ახშევს, ანდახან მინდა რომ შევეხუტო, იმიტომ რომ ნოსტალგიურად იმათ მოვიკითხავ, იმათ რუსული მუსიკებს რატო ადებთ? რუსეთის დედას შევეცი იქ, სადაც არის კაცო მაგათი დედის მაგრამ ბიჭო მაგფერებს რომ არიან დედამოწყობილები მუსიკოსებზე რო არ წევიდეთ თითო თოგურია რა თითო ყველგანა ახლა მაგის გამო ხელოვნება ხო და ნუ ერთი სიტყვით ყველაფერს მე ვამონტაჟებ აი ყველაფერს მე ვაკეთებ და ანუ იმ კუთხით არ შემიხედია რომ აქიდან ამ ფული ვიშოვო და ანუ მისწორდება რა ჰობი არის და მისწორდება და ვაკეთებ რა და თუ უსწორდება ვიღაცებს YouTube-ზე თუ არა Instagram-ზე მაინც ვდებ შედეგებს კაროჩე რა ჩვენ ხო ვისწორდება მე თვეში ძმაო 6 მილიონი მაქვს ნახვა რა ჯამში იმენა თვეში ეგ ხოლმე Instagram-ზე თუ YouTube-ზე არა Instagram-ზე YouTube-ზე მაგდენი ნახვა არა YouTube-ზე ერთი ვიდეო 3 მილიონ 200,000 ნახვა რა ეს მაგარია იცი ვის ანუ ვინ ხდება წარმატებული რა საქმე ვისაც რასაც აკეთებს უსწორდება რა მე დავამო ანუ ჩვენ ხო ვისწორდება შეიძლება დღეს არავინ არ ვიყურებს არ გვისმენს მაგრამ მოვიდეს ისეთი დრო თან ბიჭო სამსახურის მაგხრივ ვიპოვე ამიგე ჩემი ძმა კაცი მუშაობდა და მე მივედი და ვიდეო რო გადაიღე დაჟე მაგან ვიდეო რო გადავიღე საღამოს დამირეკა კაროჩე რა რომ ასე თუ დაიწყებო მუშაობას და მეთქი რატო არა კაროჩე და თან მანქანები მოდის იმას ვიღებ რაც სიამოვნებს იმას ვაკეთებ და რატო არა თუ საქმეს მიყვები წარმატებულად თავისთვის მოდის რა ყველაფერ თავისთვის კეთდება აი აქ სად აი აქ პრაიმოში მეც ეგრე ვარ ხოთა რაც ანუ ხო გავაკეთეთ ახლა Genesis-ი ამონაცდება აი აქ საღოზმო ეს არის ჩვენ ივენტების ორგანიზ როგორც თქვა გვინდა ინდონეზიას მივახციოთ როგორც ინერგეიტია საქართველოს ინერგეიტი არის ივენტებს ატარებენ ჩამოვყავთ უცხოელი არტისტები ქართველი წარმატებული არტისტების და მედის უგუნია რა და აქ კონკრეტული ადგილი ხა არჩეული ხიდზე უკრავენ რა ჩვენს გვინდა კონკრეტული ადგილს ვეძებთ სხვადასხვა და ვინმე თუ გამოჩნდება ისეთი ვინც ბარტერულად ანუ ადგილ შემოგთავაზებთ ხო შემოგთავაზებთ კარგი ეგ თბილისში ხო თბილისში ქუთაისში არა ხოლმე თბილისში ქუთაისში სხვადასხვა და ბათუმშიც კიდე ინდიკალებს ქუთაისში მოიხუდა სხვადასხვა მეთემაში მუსიკის სფეროში ბევრ რაღაცები გადავახდით მაგრამ ვისაუბროთ ჩვენ ამ ის გრაფიკულ თემებში შენი პოსტერები გამოგდის ჩემი პოსტერები და რა ვიცი რა ჩემი გრაფიკ დიზაინერი ეს ბიჭი არის ძმაო რაღაცებს ეს ბიჭი მიგეთ მარკეტინგი დიპლომირებული რაღაცია საო და ქუთაისზე რაღაცა წინ წამოიწევდა ერთ-ერთ სიტყვა ქუთაისაც გითხარი ახო არ აპირებ რა მე ივენს ახლა მომავალში ქუთაისში მოდელიმეჯერ დავასახელებ space ამ ადგილს cut you know არ გაგჯაჯორდა live
ლაივი რა. ხო. ლაივი არის იმ მომენტში რო ო, ჯენგი არა, ლაივ პერფორმანსი კიდე სხვა თემაა. ჯიგარი. ჯიგარი ხარო? ეგ ჩვენთვის არ იყო შეჩემ, ანუ იმათ ხო, მაყურებელს. ოკეი. და იმ მომენტში არ ვიყავ რაღაც მენტალურად ასე მზად. ეს რამდენი საათიან ლაინაპზე იყო საუბარი? ბიჭო, ლაივ ზოგადად ისეთ თემაა, რომ დიდი ხანი თავის 1 საათ, საათ ნახევარი. ნახევარი 2 საათი. აჰა. და რატო თქვი ვარ? ო, მან დარი ახლა დროს აქვს, ხო, მაგრამ მან მნიშვნელობა ახლა სადღაც 12 საათზე და 3-ზე რომ მორჩი, ანუ 2 საათზე რა, ხან ხო, ეგრე. შუა დღეს ვის რა ჩემი ხო, მაგრამ არის ფესტივალები, გადაგული რა, 2-3 დღე და ისა გუგუნი. ქუთაისში როდის დაგიბრუნდება გუნება და როდის შემოუბრუნდება პრინც? როცა შემომთავაზები რა. ქუთაისში მინდა რომ მე ჩემივე ივენთი გავაკეთო და ქუთაისლებს ამით დიდი მადლობა გადავუხადე რომ მე გავიზარდე და მადლობა დედას. მადლობა მამას საც. ბიჭო, სხვათა შორის მე შემილია მაგ საკითხში დაგეხმარო, რომ ანუ ადგილი გავჩითოთ რა, ანუ მიკროფონი ეს მიეცი. უდავისი აქ, აი. სადმე ისე და იყოს ეგრე რა, ანუ მან იყოს. აი ზეგარ. ანუ ცოტა უფრო აგერ იყოს, რომ ანუ შენი ხმა აქიდანაც უფრო ისმის ყველა ხარ და ამისიც რო გავი. ანუ ხო და რას გეუბნები? მე შემილია მაგ თემაში, კაროჩე, დაგეხმარო, რომ ადგილი გაპოვნინო რა. ანუ მყავს ერთი ნაცნობი ისეთი, რომ ახლა ამას ამოუჭრე ამ მომენტს, მაგრამ შემილია უთხრა და რაღაც ადგილს გაჩითავს რა. ხო და თან ისე თემა აიღო, შემოსავლიანიც არის რა, ისე არა, ეგ ბილეთებიც გაიყიდება. ალკოჰოლი. ო, ბევრი ტიპი ისეთი ჩამოვიდა. ჩვენ აგერ ბლოგს გადავიღეთ, კაროჩე, მაგ ბიზნესიაში. ვინ? ხო, ლუკა. ო, მაგან მე დამირეკა? რავი, ჩერეშ. აუ, სად? ფუტყვილავილა ვარ. გადავშით. ცოტა შარებს ეცეთა რაღაცა გასცენდით ჩვენ ქუთაისლები ვართ გვიძახიან დასალე რა ეს ჭირდება სხვათაშორის სპონსორი პირი გამიშრა ხო, ანუ აქ შეიძლებოდა თქვენი პროდუქცია ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ არ არის. ხო და ბიჭო შემოდის სანდარად მეც რა ანუ მე სპონსორების თემას YouTube-ზე მოხოდეს ბიჭებმა ქართველებმა არის რა მეც მე რატო Red Bull-ს მიწერე და რატო არ დამოსპონსორა ისე? რატო არ და და ეგაა ცუდი რომ мотивაციას არ აძლევენ ჩვენ მე ჩემი დედას ვიცა ვარ ჩემრედი თბილისში ეგერ დრაგი გადავიღე იქით მინი ბლოგი გადავიღე ხუალინგზე მე ხო მოკითხვა გოჩას და დაადუღას ყველაფერი ჩემი დედა ვატირე ხუალინგზე იმენა აგერ ჩავსვა მაქანე ახლა ვიდეოს მაქანე რა აქანე რა ანუ ხო და სპონსორი არ არის ძმო. ხო და იმიტომ არ არის. დიდ ტიპებს ისეთ შეიძლება ჩემო რომ დიდ ტიპებს აქ დათრეები რა. ეს თორე ისეო, ისი მათ უნდა სტაბილური მომწერების რაოდენობა, სტაბილური მაყურებლები, როგორც ტელევიზიაში იყო და. ეხლა ტელევიზიას რო არავინ არ უყურებს, YouTube-ს მოაწვა მაგეთი თემა. ტელევიზიას ბოლოს უყურე 2017-ში. ძმა, მაგის მერე ტელევიზორი არ ჩამირთიხი. ეგა იქ ნახევარია. ხო. მაგრამ არ უყურებს იქ არავინ და უკვე თაში თუ დაგვასპონსორებენ მაგას რაჯობია რაც თქვენს მეც სფეროში ეს აზარტული თამაშები კი ახლა ცუდია და რაღაცა მაგრამ გაძლევს იმ საშუალებას რომ რაღაცა აკეთო და შენ ეს ფული მიმართულებას თუ კარგს მიცემ და დადების და სიკეთის მომტანს ის ფული უკვე ხო და ნუ სპონსორი თუ გამოჩნდება ან რაღაცას მიმართულებას მივცემთ უკეთეს რა თორე თუ არ გამოჩნდება ახლა ჩესნათ რო გითხრათ ორივეს მე მაგი ვაფშე არ მაინტერესებს იმიტომ რომ მე ჰობის მე მისწორდება და მაგიტო ვაკეთებ რა თორე არ მიმიცი არც ამისთვის ის დანიშნულება რომ აქედან მე ფული ვიშო არც ჩემი ინსტაგრამისთვის ის დანიშნულება არ მიმიცია რომ იქიდან ფულები მეშოვა თორე 6 მილიონი ნახვას ვაკეთებ თვეში ძმა ფული რო ვიშო იუთუბერობას და დაგროს კი არ დავუწოდე, კრიპტოს ვისწავლიდი და შევბერავდი და ჩემ თემაში. სპეჩინგი და რა. რატომ არსებობს ბევრი ისეთი ფულის შოვნის ალტერნატივები? დღეს ვიჯო ისეთი დრო არის, ყველაფრიდან ფული შეგიძლია იშოვო, ძმა და. აღვეძებდი რა. შენზეა დამოკიდებული, კაცურად რო იზდები ვერ გადადგა. მაგითო ზოგადად კაი კაცი რო ხარ ახლა მაგითო. მე პოდკასტები რომელმაც გადადგით, მაგნაბიჯი პროჯობის კითხვა აუშე პანჭი შაში ჩარე და რა გვაგვიჯო საშიშარე ვიჯო რა არის წელს მაგრამ პოდკასტები მე მაგრად მიყვარს ხო და
რა მომბეძდა იცი? ერთი და იგივე ხალხი რო სპე მილიონჯერ მონასმენი დაღეჭილით, მაგრამ ეს ვარ და თან ანუ ეს რა პოტი არის იცი? არავინ ხო არ იცის ვინ ვარ. ხო, და ეგა. ჩვენი ძმაკაცები რო ვიკრიბები და რო ბაზრობ რა. ამას დაჟე ბიჭების პოდკასტი ხო შემინდა ძმაკაცური პოდკასტის დავაწყე. რომ ჩვენი კომანდა ვართ, ხო აზე ხარ და თუ არ გვისმენ ახლა გაგვისმენ. ანუ ინსტაგრამზე ჩვენი ცხოვრებით დაინტერესებ რაღაცას ის არის რომ ბოლობა რაღაც საფრთხე. ხო და იმას რო გეუბნებოდი Red Bull-მა რა თქმა უნდა ამას მოსულა, იცი? ვიდეოში შენო არ ჩანხარ. და თავიდან იპონტი იყო, კაროჩე რომ ის რა ქვია, დრაგის ვიდეო რო დავდე ახლა. ბიჭო, მე რა ვიფიქრე, იცი? ვიდეოში მე რო ჩანდე უინტერესო იქნება, მირჩევნია მანქანები ვაჩვენოთ, ხო გამიგე? რომ ხალხი დრაგაობს, ხოაზე ხარ და იმ მომენტს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ახლა მე ასე ვუყურებდე და მე წარმოვიდგინე, მე ვუყურებ, ხალხი ვერ ხედავს. ყლეობა. ან შენ უნდა გაკეთები რამე სიგიჟე რომ ბიჭო, მე კი არ უნდა გამეკეთებია სიგიჟე, შეჩემა ვიდეოში მე 5 წუთი მაინც უნდა გამორჩენილიყავი, რომ ჩემი სახე ჩან, ხო, შენ შეჩემა. გამორჩენე, ინტერესო იქნებოდა, ანუ შენ უნდა გაკეთები რამე და ჩემი გამორჩენა სადაც იყო, საჭირო იქ გამოვჩდი, ბრატ, რომ ამოვედი ზევით და შესვენება რომ იყო დრაგზე, სხვაზე ხარ ვიბაზრე, მეთქი ტელეფონს ვტენი. ხოაზე ხარ თან იმ მომენტში, დაჟე მაგ დრაგის ვიდეო, ძმა, იქ ხო გადავიღე. ავიდოდი ტელეფონს დავტენიდი, თან პახოდო კაპკაჩი ვამონტაჟებდი, რომ საღამოს უკვე სახში რომ მივიდოდი რენდერზე შევაგდებდი და იმ დღესვე დავდე რა და მაგიტო საკაიფოდ წეიღო რა. ხო და მე სხვათა შორის მაგნაირი რაღაცები მევასება რაღაცას რო გადავიღებ, იმ დღესვე მინდა რომ დავამონტაჟო და დავდე რა. სიახლეები ასე ფოტინგზე. მაგას მაყურებელს ვაფასებ სხვათა შორის. ახლა ლონკა აკეთე, კაროჩე. და ენაზე შოუ. ენა სოფლელი ესი. ანუ მოთხოვნა აქვს ხალხს მალე დაი. ვიდეოს ასაც გადახედო ძმა, ჩემსაც ყველა ან 4 კაში მაგ ერთი ვიდეო მაგ 8 კაში. ხო, ხარისხსაც აქცია ყურადღებას. შენ შენ როგორი ვიდეოს მოგწონდა? ისეთ უნდა გავაკეთო, რომ სხვას ვუყურებ, აუ, რა მაგარი ვიდეოა და შენს რო ხარ. ჯრო ვიცი რომ შემიძლია გავაკეთო რატო არა. ამ ხელა რესურსი გვაქვს ხარტო. ბოლო 17 პრო ვიყიდე. 500-იანი. დაჩის რო. აი ჯობდა. პერსონალ. ისე მე სამავალო შეიძლება. მეც მასტობლე თბილისში და კარგი. რა პრობლემა? მასტობლე. ივენთებზე გესტუმრებით და მაგას გადავწყვეტ. ეგრე ერთია უფრო. სანამ ივენთზე შეხვალ, სანამ ივენთზე შეხვალ. ბიჭო, ანუ ვლოგს გადაიღებ რა, რომ თბილისში რომ მიდიხარ და გუგასთან რო იჩითები და მე კაროჩე. ხო, მათემატიკის მუსიკას ვიგრავთ, ეგეც ხო საინტერესოა. რა თქმა უნდა. ტექნო, ანუ ელექტრონულ მუსიკას ვიგრავთ. აგერ რა ინსტაგრამი და ყველაფერს აქ ნახავთ გუგასას. აგერ. ეყარებოდნენ ყავს არა ვარ. დავიშოქე ეგეც ხსენებს. მანქანაში გადავედი. მოდი ხო, მანქანა შევეხოთ, აგერ შემოგვიერთდა მანქანების ოჯახში ჩვენი ბატონი გუგათა მერსედესების გარეშე მოაყოფი და უთხარი ახლა ხარ მე კი ვიცი რა მანქანა შეიძლება 204 2012-იანი კუპე ცეკლაში. რა ერთი და 8 ტური. და რა ვიცი. ერთიანი შევახველი ვარ. ბიჭო, მე პირდაპირ გითხრა ახლა მე შენ ჩემოძმოვა ერთი დაროებს არ ვაქებ მეთქი ახლა არ დაგიმალავს სიმონ პრობლემური ძრავები არის აზე ხა. მოვა ის მე როგორ იასნა. აყიდი არ ყავდა უკვე 3000 ლარის მოვუვარი. მე კიდე 5000 ლარისას მოვუვლის და გულიანი ბიჭი ხარ ხო? არა, ეცი. აი არის. ბიჭო და კაი ის რა, სხვათა შორის მე პირველი მანქანისთვის მაყოფილი. ახლა თუ იმას არ ჩავთვლით, რა ხარჯები გავწია? პირველი მანქანა შეჩემა ჩვენოდებით ზიად ოპელი ვიყიდე და შენ გააქანები და C-კლასი წვიდე და რატო არ იქნება? კაი მაგა. ბოლო ახალი მაინც არის. მაგარია. 2012 წლის იგი იყო 1900 წლის და არ ჯობია 2012-იანი, 13-იანია 12-ში დარჩა, ხო, ალბათ. აუ, რესტაილინგი. ესეც ვისწავლე, რესტაილინგი. რაც ფრაზებს სწავლობ. ხო, მაგრამ რესტი უნდა უძახი. რესტია. ეს გითხრეს თუ შეგწნავთ. ეს მასწავლე. რაღაც ფრაზები მასწავლე. კიდე რა იყო? მარჯვენა. პადუშკა. მარჯვენა პადუშკა. შენი მხარე. ხო. აგერ მარჯვენა პადუშკა ჩემი მხარე. აერის ფილტრი. პირველ დღეს. კაი, არ ვინდა. ხო და აი მე ვიქნები ის ადამიანი, ვინც კითხავს რა არის შენი ოცნების მანქანა. შეიძლება ბანალურად გამოვიდეს. შეჩემა CLS-ი მყავს ოცნების მანქანა და რაღა მეტი ბანალური რა გინდა. ბანალურად გამოვიდეს.
ბავშვობიდან მომწონს რა. და ეს არის 911 ტურბოებში. აა წონovat რა გიშურობა რა ის კუზავას რა მაგარი მანქანა პორშეზე თავი მე დაჟე მეგონა რომ სანამ მანქანას თუ ვიყიდი მარტო მაგას და სხვაში ტრაქს არ ჩავდეთ მაგრამ ბიჭო შეხედე რა თემა არის იცი არა შეხედე როგორი თემა არის კიდე იცი ან ხო შემელო რა ანუ ბევრჯერ შემეძლო რომ ამდგარიყავი და მეყიდა ცერლესი რა ანუ ჩემი ოცნების მანქანა ზუსტად ის რაც მინდა იმას თუ ვერ ვიყიდი ისე გავაკეთებდი რა წინა ვიდეოში ვთქვით 13-იანი 60 იმის გამო რომ უკანა არის მაგის მერე უკვე კვადროები ხო კვადროები არის ხო აზე ხარ მაგრამ ბიჭო მე რას დაუფიქრდი იცი აბდექი და ვიყიდე ოცნების მანქანა მე რა ბიჭო ოცნების მანქანა ოცნების მანქანა ჩესნად პირდაპირ გითხრა Rolls Royce არის ჩემთვის რა Ghost Edition-ი короче იმენა მაკ გრეგორს ვიყავ რა გავდა რა სადوارე ყოლა აი ახლა მეთქი იმას მერჩი აი და გამისწორდა Rolls Royce-ის იგი არის ხანდა გეჩნდა მე ელექტროსი ფაიფი რა აი ჩვენი სპონსორი ხო და ბიჭო ანუ მაგის დროსაც მე ვიყვან რა რომ ავდგები და CLS ვიყიდი რა უეჭველი ვიყიდი მაგას წყალი არ გაუვა რა მაგრამ ახლა ამ ეტაპზე მე რა მანქანას გადავწყვიტე უფრო უარესი 212-ის 63 იმენათან ქუთაისში არავის არ ყავს 212-ის 63 ფოტოშოპ ჩემ მანქანას აყავს ბევრს კუპე ერთი და მოტობო და ჩემი ფერიც კიდე ია პრავა ხო და ფენდში მიდივარ თან ასე ვიტასო და ის ჩამოვიარა ნეოში ისა კაცი მესედეს არ უნდა გახიდოს მოხედო ასე მაჩვენე მე შენაში ასე არო მაგ მანქანას ო ამისო მაგარი ვიდის კაი ფოტოშოპ კაი მოვლიდია ჯوارა მე მაკუზაო მევასება ოღონ მაკუზაოს короче თუ ვიყიდი მარტო 63-ს 63 ფულ პაკეტია ბიჭი ერთადერთი მოდელი არის Mercedes-ის რომელსაც ისეთი ხმა აქვს რომ აი არც ერთ მანქანას არ აქვს შეიძლება პორშემდე კიდე მაგივიდე აი იმენა არც ერთ მანქანას არ აქვს ეგეთი ხმა როგორიც C-კლას აქვს 63 საზვაკაცო კუთხითაც короче არ ვარ კუპე მანქანას ახლა ოჯახისთვის ვერ გამეიღებს. ნუ კი არის, მაგრამ კუპე მანქანას ოჯახისთვის ვერ გამეიღებს. და მაგრამ შენ რო გიწევ. გადაწიე სიდენია რა, ნაწიე და ჩამოდი და აი წვალება იცი, მაგრამ ზეიხა რაც ისე არის ხო? არა, მაგრამ C-კლასის ჯდომა და დგომა ვიცი, ჩემს ვაკაც ყავდა 3 და 5. 3 და 5. მე თუ მკითხავ მანქანაში 4-11-იანს უნდა ჩააჯი. ნუ CLS-ში შუაში ბარი აქვს, მაგიტო ვერ ჩაჯდება და ხა ბარზე ჩავაჯინო და იმაზე გამიტეხოს მოუყვა. ბარია? მოუყვა, ნოვიკასი და. წვაც არა. ამას აღარ რანაირი ბარი აქვს, იცი? ამას რანაირი ბარი აქვს, იცი სიდენიაზე აქვს ბარი. და CLS იმენა 100 აქვს აყობილი რა, წინაც გადადის, короче და იქ იმენა მარტო 2 იძდება. აქ ის არაა просто. დასაჯდო მისიც ჩვენთან. არის საჭირო ხალხი ჩასდება და ვინც აქ ეხიცა ან ავტობუსი. კუპე მანქანა სიმართლე რო გითხრა ორი კაცისა მარტო თუ რაღაცა ცოტა დიდი ხარ სიმაღლეში უკან ისე მიწევს კამს სხვანაირად ვერ ატარებ ახლა შენ უნდა მე ერგო და ახლა სხვა ხوير მეგირგება იმის ხვიშვაზე ხარ იქ ლევეც ვისაუბრე რა ფოტოშოპს არ მეგონა თუ მანქანასთან ის არანაირ შეხება მქონი არა ერთხელ იზაჩერის მანქანა იგამ დავლეწე და ის მე რამდენი ხანი დასწრებს მოვიდი 2 თვე 3 თვე ხო 3 თვე იქნება უკვე დავთამამავდი იმის მიუხედავად რომ პრავა მაქვს ბოდიში დავკატოთ ახალი გაღებული პრავა პრავა გაქვს ჩავუწყო ჩვენა ყველა პრავიანები ის უბრალოდ ეს არის რა ქვია პლასტიკური ბარათი არა შაგისა. ებიჯო, აი, ჩემი დარჩით და დარჩით ისე გამიგო, დარჩით და რიგო დარჩით. ნეტა იმის შესაძლებლობა მქონდეს რომ ეს დავჭე და აქ ვისხორო და აქ გამოვიწყო ჩემის სფეროა. რაც მე წავედი, იშვიათად ჩამოვიდივარ თუ დაავა. და ყოველ ჩამოცვლაზე მომჩნეო რომ ისეთი აღარ არის. ქუთაისი? ხო, როგორც ადრე. ან შეიძლება ნოსტალგია მოწვევა და ძველი ჩვენი სიტუაცია მახსენდება და აიგოთ.
ბიჭო არა სიმართლე რო გითხრა რა ქუთაისიც შეცვლილი არის და ხალხიც მაგარი შეცვლილია რა ჩვენ დროს ჩვენ რო უფრო ახარა თაობაც არის იმას აქში ვიყავით ვაფშე სხვა დვიჟენია იყო და ვაფშე სხვანაირი რაღაცეები ხდებოდა რა ახლა კაროჩე ეს ახალი თაობა ვინც ამევიდა რა ყველაზე არ ვიძახი ნახევარზე მეტი აუ კაროჩე იმენა ხის თავიანები ვერ გააგებია ვერაფერს და თაობათაცულება მოიტანა ქუთაისში რაც მოხდა მეტი არაფერი და ჩვენი კავკასიაში ლამაზია მე თბილისს დიდ პატივს რაც ვიცხოვრობდა რაღაც მაგრამ თბილისში არ მომწონს ეს ფაქტია მეზობელს არ იცნობს ეს შეიძლება 2 წელი ვცხოვრობდი იქით და ერთი კარის მეზობელს იმიტომ ვიცნობდი თუ მიყურებს შენ დედა და რატო რემონტი გავაკეთე ბიჭო იგი აბანო არ დამევასა და მეთქი შევცვლი თქო რაღაცებს გადავაკეთებ თქო და მე ვიყვანე ხელოსნები კაფელს ტეხავენ და შემომივარდა ის გამო ხმაურიაო ხმადაბლა რა ფერ მოვტეხო მეთქი შენ შიქ ხო არა მიხაროდეს რომ ადამიანი ფაქტობრივად წინსვლა ახსოვებ რა ვიცი მოსასვლელი რო ეს დასავლეთის ხალხი შემოვიდა ზოგი წერეთაში ვიჭდება და მეტი იქით ვერ არ მიდიან და კარგი მეც მანდები ვიყავ ორი მეზობელი ეს დასავლეთიდან ან იქაურია თბილისელი მაგრამ შეჩვეულია უკვე სტუმართა ყურებელს და რაღაცა ჩვენში ვაჩვენე რაღაცა მაგრამ წინას აქვს რა ორონცოზე და 2 წელი ვიცხოვთ რაღაც და ყოველ წინმე კარის მეზობელი კარს გავაღებდი პირდაპირ არის კარი იყო რა ყოველ შეხვედრაზე გამარჯვებას რო ვეუბნებოდი რა ხილა ეჭვს და კითხვებს ხედავ თვალებშიც ყოველ და რამდენი ყოველ კაცი იყო თუ ხარ პირაში ორჯერ მაინც მომდა ნახო ადამიანი რომ თან გარეთ ხარ მოძრო გამარჯობა ხალხეში ჩემა აგერ რო ცხოვრობ ამ ბინაში აქითა ბინას ვერ მეზობლები და იმას რო გაუჭირდება იმასთან მივდივარ და იქანე შეზრობას არ მქონდა იმედი რა ცუდად რო გამხარიყავი არ შემევიდოდა არავინც მო ერთადერთი ხალი იყო ჩემი კარის წინ იმენა ჯიგარი ხალი რა დალში ახლა იქითა მხარეს ერთი ეს სირი იყო ჩემი მეზობელი ამის დედა მე იქით ინდოელები ცხოვრობდნენ აქეთ ერთი მეზობელი ხვაზე ხარ სუმეუნებოდა გამარჯვებას და იქითაც კიდე და მეც კაროჩე რა მე ისე ვიყავი ხვაზე ხარ სადარბაზოსაც წმინდავდი ყურადღებას ვაქცევდი ან რამეს თუ დავყრიდი ან რემონტს თუ გავაკეთებდი ან რაღაცას თუ გავზიდავდი წმინდავდი მე იმას ისე არ ტოვებდი ხვაზე ხარ და მეზობლებთან ისეც ვიკავებდი რომ აი გამარჯობა კაი გაგიმარჯვე მაგრამ ზოგი იმენა დედა ხო არა სპონსორია რა ალეალე ხო და მაგ მხრივ არა სხვათა შორის აქაც გაცივდა ხო და მაგიტო დავიწყო რას ვარ ჩემი მაგა იყიდეს ბინა რა ნუ ხალე მოსახლეობა რაღაც იგი არა ადრე რო იცოდნენ კითხვაში არა გაცივდა იმ საერთოდ ადრე სუფრებს შლიდნენ და მთელი ამბები იყო და რაღაცა ხვაზე ხარ აი მეზობელი გადმევიდა და მეზობელი დაჟე რო გადადიო მე რო გადავდიოდი ხვაზე ანუ გადავდიოდი რა ერთხელ რო გადავედი ხვაზე ხარ ანუ ისეთ ადგილზე კი გადავედი სადაც ყველა იცნობდა ჩემ ოჯახს მაგრამ იქით სუფრაო იქით რაღაცაო იქით ისაო და სუფრა რა კაროჩე არ შემოგხედავენ და კიდე რა არ მევასება ინდოელები რო ჩამოდიხარ ხვაზე პადიაში და შენ რო გიყურებენ ასე რომ გამარჯობა რო შენ უთხრა პირველი რა რას მელოდები მაგის და შევეც მითხარ აი მაინც არა ეს ასე მაგი მაინც აუფასო თქვი მათე დამოტყონი აუდგას წინ როჩე და აქაც გასი ბავშვებს ბიჭო მოზარდებს რაღაცა ძალიან შეიცვალა რა ჩვენ დროს რა ის რაღაცა ის შარშის რო ვიყავით იმ შარსაც რაღაცას სიხალისე ბიჭო ახლა პრობლემების წინაშე ყველა ყოფილი ვართ კაცო და ყველა გადავსულვართ გვერდზე მაგრამ ისე არ გადავსულვართ რომ იმის შიში კონდეს ვიღაცამ რაღაცა არ გაგიყაროს ჩემ არამე იყოს და გესროლოს პირიქით რა მაშინ იარაღი ეგი იყო შეცმობას ვიცავ არა ეს სიტყვა დაჟე ამასაც არ ხმარ ო ამასაც არ ხმარობდი ხვაზე ხარ კაროჩე სიტყვით აგვარებდი და სიტყვით ლაპარაკობდი და რაღაცას პატივის რა თავი მშობლებს რაღაც პატივს ვიდოდი შენ ადრე რო გეთქვა რა ხოთე ისე და ჯახის და ათვალისწინება იყო ახლა ნაკლებად რა ათვალისწინება შეიძლება მოყვება ხოლმე იმას საქმე განვითარებასაც მაგ მინუსები აქვს მე რაღაც ცუდი მხრივ ვითარდები რა კაისა მაგრამ მე რა მიწორდება იცი მაგენი რო ეცუთი მაგ
ჩვენ ხოლმე ვეცადეთ იმ დროსო ჩვენ მას ეგ ვიზარდით. რა იყო ძალიან. მაგრამ ჩვენაირები ვინც მაგ დროს ის რო ვიღაზდით შვიდს ისე როგორც ჩვენ ვიყავით ასდები. მაგი ახლა დავისწავლე. Paulo Coelho და Juliana Bargnari. Pasa doble, doble, doble pasa doble. ჩვენ კი გევიზარდეთ იმ თავობიდან რომ ახლა იქამდე სადამდეც მოვედით, ასე მოვედით და ამნაირი აზროვნება გვაქვს, მაგრამ ის არის უბედურება. ჩვენი თავობა ვერ ზის. შენ არწმუნო რომ კარგად ახსის ის და მეც მაგრამ სხვა ვიღაცა აი ჩვენ საკითხად შენ დარწმუნებულიო როგორ შენ სანა მეტარი ეჭვის თვალეთ გამეიქერა რა გადაგაზილო არა ჩემი გოგა მაგით თვითონ გასაზრდელია აგე მუსიკება და პროგრამებზე დიდები საჭირო წადი პიცი ძალიან კაცი ცხოვრებას მიხედე სიوانაც რა ძალიან კაცი დავზარდე ძალიან კაცი თქვალზარდეს მაგრამ ამგერმა ცოტა მოუშვეს რა ვის ბოია ჩვენი ახალი ეს წინათაობა რომ კაცად ვინ რო გეიზარდა კაცად ახმანდელი მშობლებიც არის ესენი ზრდიან კაცად არ ზდიან მაგას გეუბნები ჩვენი მშობლები ზრდიან კაცრად მაგრამ ახლა ისინი ვინც კაცად მაგი არის მოვა ბოშ რო გაათამავებ ხვალზე ხარ იგი მე აგერ ხელზე დაგაჟდება მე კისერზე მე თავზე მას მეგონა ლახო ახლა შეიძლება ბოშვი ხელი შემოძრალ პოლიციას დაგეყენოს ჩემლად მაქსიმე რა შოთაში ბიჭო მაგ შემორტყმას თავისი მნიშვნელობა ქონდა და მაგ შემორტყმას სწორი მნიშვნელობა ქონდა გეგე თუ ახლა იმას კი არავინ ყველას მოხვედრია ძმა ჩუსტის მოქნეული და სახაზავით და ლების საბერტყიც მაგრამ მაგას მე გამო მაგას კი გამოუღია შედეგი და ახლა ბოჭი რო დაარტყავს დარეკავს პოლიციაში და მამამ დამარტყავს ქიჩერე და ასე და ეს მასე არ უნდა გასაძლო რომ მაგ უფლებამის რომ დაარეკე ბიჭო ახლა იმას კი არ ვიძახით რომ ზანადობის მომხრეები მარტო შენზეც არა დამოკიდებული გარემოში სიზმე იმაზეც საძმა კაცოს გაწრეში სტრიალები იგი ხარ შენ მე სკოლა არის მე სამსახური არის რაღაცა ზოგადად ადამიანთან როგორ რაღაცა იცი ირჩევს ვის მიბაძოს ხორეაში გეტყვი ბავშვი ვიტყოდ და გარშემო რომ ვიღაცა შეიძლება ჩაგვრელი ტიპია უფრო იმათი ჩემი და მიბაძველი ტიპად ვინც გულაოს ხდება რაღაცა ცუდ რაღაცა საკეთებს მისგან იღებენ მაგალითად იმიტომ რომ იმას უფრო მეტი ხალხი ყავს გარშემო კი ყალბი საზოგადოება მაგრამ აი უფრო მეტი ხალხი ყავს და იმას უსწორდება რომ ჩემი დაიყო ხარ ცოტა გვიანა არა ხოდა აუ შენე მიქნება სადაც 25 შევაჭრა შევაჭრა ესე იგი დღეს ვისაუბრებთ მაგალითად არა შეხედე ახლა კიდე რა არის ანუ როგორი იყო შენთვის 2025 წელი და ამით გევიდეთ ამ ბოლოში 2025 ჩემთვის იყო აუ ის ყველაც ერთთან განსხვავებული რა ზოგადად ყოველი ახალი წელი რო განსხვავებულია ეს იმენა ყველას არის რა ყველაზე განსხვავებული ამ წელს გავაკეთე იმ წელს რაც გავაკეთე გაროჩი 3 დღის უკან ამ წელს დავიდე ხო იმ წელს ჩემთვის იყო წინსვლისად რა და ახალი შემეცნების წელი იყო ბევრ რაღაცას შეაყარა საფუძველი ამ წელს ბევრი რაღაცა ვისწავლე, ბევრი რაღაცა გავაკეთე ჩემს მეგობრებთან ერთად და ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად და მანქანა შევიძინე, რაღაც დიდი ნაბიჯების გადავდგი ცხოვრებაში, რასაც მაგას გვიგლის. და ისე და საოჯახურ თვალსაზრისით ბევრი რაღაცაზე დავფიქრდი კიდე სხვანაირად. და იმედი მაქვს, რომ ეს 2026 წელი იმ ჩაფიქრებულ სურვილებს არა იმ დაწყებულ საქმეებს, რაც 2025-ში დავიწყე, თავს მოუყრის, ხო ხდება და განახორციელებს ჩვენ ჯგუფაზე რა ჯიგრულად იმ. და რა ვიცი გამისწორდა რა, კაი წელი იყო, ამეთ ცუდი ისეთი არ მოხდა რა, აუ და ეგ რა მოხდა და ეგ რა ეგ რა მოხდარიყო და კაი წელი იყო რა, მე მომეწონა, საკაიფო დავიწყე და საკაიფოს დავამთავრე და გამისწორდა ძალიან. და 2026 წელს თქვენს გისურვებთ. მაგარ წელს რა აი ხარ დასასრული 2025-ის და 26-ის დასაწყისი კაი გქონდათ და
ასე გააგრძელეთ რა ამ ტემპით მიყევით, არც ზედმეტი გინდა, არც ნაკლები ამ ტემპით გააგრძელეთ და მედია მიაღწევთ სასურველ შედეგს. ასევე ხალხს მიმართა რომ უბერეთ რა. ტენჯექს უბერო. მე ჩემთვის 2025 შუა რიცხვებში არც ისე კაი წელი იყო. ბიძა დავგარგე და ასე ვიქით ჩემი ძმაკაცი და მთელი ამბები და პრობლემები რო არ ვილაპარაკ, კაროჩე მაგას ვაფშე არ ვიბაზრებ. მაგის იქით ბიჭო ცუდი წელი რო იყო თქო რო გითხრა მოვიტყუები რა. იყო რაღაცა მე B კატეგორია. ხო. B კატეგორია. ხო, ნუ რაც ჩემი ზვაგაცის დამსახურებაა რომ მე მაგზას დავადექი და როგორც იქნა მივედი იქამდე რომ პრავის თემა მოყომარებული არის. მადლობა ლუკა გელხვიძეს რომელიც ეგერ იქიდან ორთიც გვიწევს ასეო. ხო და იმის იქით რავი სამსახური დავიწყე. მენეჯერი გავიჩიტებ. და სხვათა შორის კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ მყავს ისეთი მაგარი ადამიანები გვერდით იმ სამსახურში, როგორებიც ანუ იმენა ჩემი ოჯახის წევრები არიან და ძმაკაცური ურთიერთობა და მოკითხვა ორივეს რა. ბიჭებო გეხუტუნეთ, ჩემი ძმები ხართ ორივე. ხო და იმის იქით რა ვიცი, კაროჩე ბევრი ახალი ადამიანი შევიძინე ცხოვრებაში, რომლებთანაც მაქვს რაღაც ისეთი მომავლის განვითარება, რომ ბევრ რაღაცას კარგად გავაკეთებთ რა. კიდევ ცოცხალი გადავრჩი. არ გავშორდი ამ სამყაროს. ჯავთელად ვარ, ბედნიერად ვარ და 2025-ში ცოცხალი გადავრჩი. ნახოთ 26-ში რა იქნება. ხო და აკროვოთ ხა ცხოვრობთ ხო მაგარი. ანუ რაღაცა მოვიყვანა რა. თან კიდევ ერთი წელი შეემატა ისეთი რომ ჩვენ კიდე ერთად ავართ და friendship saved. That's nice. ხო და ერთი სიტყვით შემაჯამებლად რო ვთქვათ, კარგი წელი იყო რა. ინსტაგრამის მხრივაც ახლა ხოვაზე ხარ საკაიფო მილიონი ნახვები მოგონე. ცოტა ციფრიგონია. ცოტა ახლა გამომწერები კი მაკლდება და მაკლდება, მაგრამ ჰეითერები არ გჭირდება გურო ინსტაგრამს. მე სხვათა შორის ჰეითერები არ მყავს რა. ნუ ჩესნათ რო გითხრა, არც ინსტაგრამზე და არც YouTube-ზე ჰეითერები არ მყავს. ანუ კაროჩე რო გადახიდე რა YouTube-ზე ვიდეოებს, ანუ ჩემს YouTube-ზე ვიდეო კომენტარი, აი ბიზის უსპიცა ვარ, მო კომენტარებს არ ვშლი. არსად კომენტარს არ ვშლი რა. და რო გადახედო, ანუ ინსტაგრამზე ყველა და Facebook-ზე. რო გადახედო კომენტარი, ანუ ჰეითერები არ მყავს რა. TikTok-ზე არის ყველაზე ხო, ყველა ნაგავი მან და TikTok-ზე ანუ 1-2 თუ გამომიტყნაურდება, წამო ძმასაც რეკინდა, ძმა ხო აზი ხა. მაგნაირი 1-2 დალბაი. ტიპი რო გაბრაზებულია შემოვა TikTok-ზე და კრიპტოს რაღაცაზე. ჯერ ბიჭო, დამირეკე, ძმაო, დამირეკე, ძმა. დამამატე, ისე მომწერე, ხო ეს პირადში მომწერე რა, კომენტარებს ვიწერ. ბიჭო, მე მახარას თქმის არ იყო, ჩამოვიდე უნდა კიბეთი თქვენ დონემდე. სიმონი იქ უნდა გაჯვა და მე გამოვიდე ისევე ზევითა. პირდაპირ და დამირეკე, ძმაო. ნომერს პოსტა შეგნებულად არ ვიტყვი 1500 გურუში. ხო და ნუ ყოველ შემთხვევაში კარგი წელი იყო რა ჩემთვის რა და ანუ 2026-ის დასაწყისიც რასუნი მოდი. ბიჭო სუნი ტომფორდი აი ტომფორდის სტაილი. პეპემ ის რაღაცა კოტოები რო უჩენე. გამომელია ბიჭო გისადა ამასათები თუ მაჩუქეთ ახლა მეორე ახალ წელი მოდის გერწვერთ ახალი გაიფორცინეთ გისადა. გრევი ვაფშე ხო აუ რა იდეა დამარტყა. კაროჩე ამ ვიდეოს თუ უყურებს ვინმე ისეთი ვარ თქვენი პროდუქცია გამოგვიგზავნე და ჩვენ შემდეგ ვიდეოში განვიხილავთ ამ პროდუქციას რა. შეიძლება ვერ განვიხილო, მაგრამ მოუწოდე. ბიჭო 2025 წლის დასაწყისი იყო ანუ პირადში ყველაფერი კარგად მიდის, ღმერთს ყავს ყველაფერი კარგად და უბრალოდ აი სამსახურის მხრივ იყო რაზე განვიხილო? ხო, პირადში ყველაფერი კარგად და რაზე იყო ახლა საუბარი?
პირად ყველაფერი კარგა და მაგრამ სამსახურში იყო ყლეობა და სამსახურის გამომყვა კაი 2025 წლის თითქმის ბოლომდე რა. მე ტვენის ხნა რა, ჰეითერები ვინც YouTube-ს მეშურდა მე მგონი ყველა აქ მოვიდა. აქ სადა რასახელებ. არა, არ ვასახელებთ. ანუ ამ სივრცეში ანუ თუ არა ჩემი YouTube-ზე ჰეითერები. ჰეითერებს ნაკლი არა. გურუს რა თუნდა ჰეითერები შორს. ბიჭო მე ვერ მიბეთავენ გაი ეგ ვერ გადატენილი და მაგერები კაროჩე და ადამიანი აქეთ სტავკარგეთ. მაგრამ მაგას შე როგორც თქვი არ გავყვებით, მაგრამ სხვა მხრივ თქვენ მყავხართ გვერდში და ყველაფერი კარგადაა რა. 2026 წელს ხვდებით დიდი მოლოდინებით რა. 2026-ის იანვარში მე და ეს პიროვნება ლარნაკაზე წავალ. იმედია მე წავყვე. იმედი არის. იქ გავაკეთებთ ივენთებს. იქ დაჟე პოდკასტი ვხიოთ მაგის დიდაც. წარმოგიდგენთ Sunset-ია და ჩვენ აქ საუბრობთ. იმედი შემოთავაზე ვაშკო ოდიში აწვე. კი, მიდი აბა შემოთავაზებო რაღაცა. წეს ფოტოშოპს. სულ მოგითხა. ანდახან მოვიკითხე, შვიათ. მიდი ეს რა შემოთავაზება იყო იმაზე. საბერძნეთიდან მქონდა შემოთავაზება რა. და დღემდე მაქვს რო საბერძნეთის ივენთი? თუ მოხოდოთ იქ ჩემი მეგობრები ცხოვრობენ, მოვიხოდოთ ერთად, მოვიფიქროთ რაღაც კარგი და იქ გავაკეთებ, იმიტომ რომ ბევრი ქართველი არის იქ და ბევრს ხო და ნახე ახლა მე რა მინდა რომ შეკრების მიზეზი კონდენს რა. შეკრების მიზეზი ჩვენი ივენთი იქნება, არის. ძალიან დესკი სიტუაცია არის რა, საქართველოს გევიწანთ ხვაზე ხალა ეს შენ. ქვეყანას პრობლემი და იქ ვიშე. ანუ იქ ფართი რამე ყველაფერი ხდება? რა გვინდა, იცი? შეიძლება უძი. იანვრის შუა რიცხვებში ან სადღაც ბოლოსკენ გვინდა ლარნაკაზე წასვლა რა. არის ვაფშე. თავის ბილეთებიან, სასტუმროიან, იქ სახარჯავფულიან. და აქედან წასვლის ვლოგი და იქ როგორ ჩავედით და მთელი ამბები და დაჟე იქ კიდე რამე პოდკასტი ვატაკოთ და მთელი ბიჟე. ხო და მაშინ მეც მოვდივარ. საბრძოლო კიდევ ერთ ადვენჩერს. ხო და კაროჩე ანუ იანვარში იანვარში მაშინ იანვრის ბოლოს მოვხიოთ ლარნაკა მაგის თითაც. მოვხიოთ და დაჟე მე წავიდე შემოთარაგულოს და ამე კაის გადავიღოთ. კარგი. კი, რაღაც ასევე იცოს? იცოს, არა, წერთ რაღაც. აი. მოდი სამი კაი ხედი რო იყოს. საბაისი იმას ვაიხებენ. პოდკასტი. კი, კაი ხედი ვიცი უკვე წინასე რა. Music პოდკასტი ქვია, როცა 1 საათიანი ჩემ პროსტა უკრავ და გარშემო ვიდეო კადრებია. რაღაცა ზღვის კადრიდან თემია. ო, ვიცი, ხო, ვიცი, რასაც იძახე, ვიცი, ნანახი მაქვს ეგეთი რაღაც. კაროჩე, ესე იგი იანვრის ბოლოსკენ მივდივართ ლარნაკაზე. თებერვლის დასაწყისში. მე მოვდივარ. მეზერე, ვაფშე ისე სამოგზაურო კომპანია თუ ნახავს, ახლა ამას და მაგას დავაფინანსებს. თან ძვირი არ ჯდება, მეგობრებო. ჩათვალთ ეგა თქვენი მარკეტინგული ხარჯი რა, მეტი კი არაფერი. DJ აგერ არის. DJ აბა არის. დიზაინი, მარკეტინგი აგერ არის. YouTube და ვიდეო თავისი მონტაჟებით და ყველაფერი აგერავა. აბა გოგო თქვენი იდეა. მოკლედ კომპანია სამოგზაურო თუ გამოჩნდებით ამას დააფინანსებთ, აქ ვიზივართ 3 კაცი, მაგრამ 4-ზე გვინდა. იმიტომ რომ კადრს მიიღმა ერთი ადამიანი იმყოფება, რომელთან ერთადაც უეჭველი მე ყველგან დავიარები და ლუკა გასწორებულია. ხო და ნუ ესე იგი ერთი სიტყვით ასე თუ ისე ჩვენთვის 2025 არც თუ ისე ცუდი იყო რაღაცა საკითხებს ვაჭავთ და ხა მაგი გარდაუვალი არის რაღაცეები უეჭველი ხდება, მაგრამ ისეთი რაღაცები რასაც ვერ შევცვლით ეგ ხდება და ყოველ შემთხვევაში 2026-ში არ მომხდარიყოს. ვაფშე თუ არ მოხდება ეგ უკეთესი არის, ეგ ცუდი რაღაცეები, მაგრამ რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაც მომში გზდის და ემოშია რა. აძლიერებს. ეგეც საჭიროა. ხო რა. თან ხა ეს ჩემი წელი არის ეს. ჩემი წელიც ცხენ. ნუ ჩვენ ახლა მე-4-ში მაქვს ამას 6-ში აქვს დაბადების დღე სიმონ. არა, ეგ მაგაზე არა. ის გამოდის. სპაიდერმენები. წელზე ხო არის? ხო, წელზე. წელზე ხო არის? ხო, ორიანი ხო ხარ? შენს ხო ორიანი? კი. მეც ორიანი. ხო და ჩვენი წელია. 3 ცხენი შევიგრიბე რა. ხო. იმენა. ეს დაამუღამე. აი, პოდკასტი. მოდი კიდე ერთი. აი ეს კიდე და ხო და ცეცხლოვანი, ხო და ესე ამის ცეცხლოვანი 28-ში უცადოთ ალბათ. 2026 გისურვებთ მებო, თქვენთვის საუკეთესო სრულების ასრულების წელი ყოფილიყო და რა მიზნებიც გაქვთ. როგორც გაქვთ დალაგებული, ყველაფერი ეგრე აქ ხთენოდეთ რა. გისურვებთ მშვიდობას,
ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ბედნიერი ახალი წელი და ყველაფერი კაი რა და გავიდეთ ბოლოში. ვსო და ამით დავამთავროთ და შემდეგი ვიდეო არ ამგონია, არ ვიცი ვინმე საერთოდ თუ ჩავწერთ ახლა ამის მერე პოდკასტი სავალდებულო სავარაუდოდ დიდი სურვილი მექნება რომ ლარნაკადან გავაკეთოთ. დიდი სურვილი მეც. შორტიკებით ანუ მეგობრებო დიდი ხნით არა, მაგრამ დაგეშვიდობებით ცოტა ხნით. აი ეს კომენტარებს საბაბი გამოვხდა ხო მაშინ? ვიცი გამოვხდა. მიდი. ხო, ვინც უყურებთ საღამოს საღამშვიდობის, ვინც დილას უყურებთ, შოდღეს უყურებთ. კეთილი იყოს. ვინც კიდე პახმელიაზე უყურებთ, გაგიმარჯოთ. აუი. ხო, წითელი. დაჭირე.